დღეს მოდით ცოტა დრო დავუთმოთ ბიბლიის მეშვეობით იმის დასადასტურებლად, თუ რატომ მოიხსენიებს ღმერთი საკუთარ თავს მამად და დედად და რატომ გვასწავლის, რომ ერთმანეთს ვუწოდოთ ძმები და დები. მოდით გადავხედოთ დაბადების წიგნის პირველ თავს, მუხლი 26. მუხლში 26-ში ვხედავთ, რომ ღმერთი ლაპარაკობს. და თქვა ღმერთმა. რა თქვა ღმერთმა? შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. მე ვფიქრობ, რომ ბევრ თქვენგანს ხშირად სმენია სხვა ეკლესიებში დამსწრე ადამიანებისგან, რომ ღმერთმა მარტო შექმნა კაცობრიობა. მეც მსმენია. თუმცა როდესაც ღმერთმა შექმნა კაცობრიობა, მან არ თქვა, ნება მომეცით შევქმნა ადამიანი, არამედ რა თქვა მან? მან თქვა, მოდით შევქმნათ ადამიანი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოდით შევქმნათ ადამიანი. ამგვარად ბიბლია ნათლად გვაუძებს იმ ფაქტზე, რომ კაცობრიობა შექმნა ღმერთმა, რომელიც თავის თავს ჩვენ უწოდებს. ეს ერთნაირად არის ჩაწერილი ყველა ბიბლიაში, განურჩევლად აღმსარებლობისა, პრესვიტერიანულ ბიბლიაში, კათოლიკურ ბიბლიაში, მეთოდისტურ ბიბლიაში და ყველა სხვაში. არ არსებობს ბიბლია, სადაც ასე არ წერია. იგივეა ინგლისურ ბიბლიაშიც. დაწერილია ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად. ის ყოველთვის იწერება მრავლობით ფორმაში. შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოდით შევქმნათ ადამიანი. ბიბლია თანმიმდევრულად იწერება ამ გზით ყველა ენაზე, ინგლისურად, კორეულად და ორიგინალურ ებრაულ ტექსტებშიც კი. მაშინ ღმერთი, რომელმაც შექმნა ადამიანი, არასოდეს არის მხოლოდ ერთი. ასე არ არის. როგორ ფიქრობთ, ღმერთს არ შეუძლია სწორად გამოიყენოს ტერმინები მე და ჩვენ? როგორ ფიქრობთ, ღმერთმა, რომელმაც შექმნა ადამიანი, არ იცოდა როგორ ეთქვა, ნება მომეცით შევქმნა ადამიანი და ამიტომ თქვა, მოდით შევქმნათ ადამიანი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. და თქვა ღმერთმა. შევქმნათ ადამიანი და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. და ვინ შექმნა მან? მან შექმნა კაცი და ქალი. ყველას გთხოვთ დაფიქრდეთ ქსეროქსის პრინციპზე. როცა კაცისა და ქალის სურათის ასლს აკეთებთ, რა იქნება შედეგი? რა იქნება შედეგი? კაციც და ქალიც ზუსტად ისეთები გამოდის, რომელებიც ორიგინალშია. შემდეგ გამოსავლის დათვალიერებით შეგიძლიათ თქვათ, როგორ გამოიყურება ორიგინალი, თუ არა. ანალოგიურად შეგიძლიათ გაიგოთ, რომ არსებობს ღმერთი კაცის ხატად და ასევე არსებობს ღმერთი ქალის ხატად. მამაკაცის გამოსახულებაში ღმერთს მოიხსენიებენ, როგორც მამა ღმერთს. მაშასა და მე ქალის გამოსახულებაში ღმერთს ბუნებრივად მოიხსენიებენ, როგორც დედა ღმერთს. ღმერთმა თქვა, სწორად მიცნო ბიბლიის მეშვეობით. ღმერთი ეუბნება უამრავ ხალხს, რომლებიც დღეს მსოფლიოში ცხოვრობენ, ვაღიაროთ უფალი, ვისწრაფოთ მისი აღიარებისკენ.